არსებობს ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტებმა ბავშვის უფლებები უნდა დაიცვან. რა თქმა უნდა, უპირველესი სიცოცხლის უფლებაა და შესაბამისად ამ სამსახურებმა, ზოგან სამსახურია, ზოგან განყოფილებაა, უნდა მოახდინონ მხარდაჭერა ოჯახების და ბავშვების სწორედ იმ კუთხით, რომ უფლებები იყოს დაცული. იქ რაღაცა დაკონკრეტებულია ბავშვის უფლებათა კოდექსში, რომ ეს მაგალითად იქ მუნიციპალიტეტმა თვალი ადევნოს, რომ ალკოჰოლური სასმელები არ მიყიდონ, მაგრამ ეს ხო საკმაოდ ფართოა, ანუ ეს არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ნახეთ როგორ არის ჩვენთან სამწუხაროდ ესე ხდება აღქმა, რომ აუცილებლად მხარდაჭერა უნდა გაუწიოთ იმას, რომელიც აი უკვე რაღაცა რა ვიცი მე შიმშილისგან სული მისდის რა და მანამდე არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ზოგადად პრევენციული ღონისძიებების კუთხით არაფერი არ ხორციელდება. ხორციელდება ხოლმე, აი როცა ურემი გადაბრუნდება და არ იქა მე ან სახანძრო რაზმის პრინციპით მოქმედება, ხო, გაჩნდა ხანძარი, გავიქეცით და უითურმე, ახლა აბა ვისი ის არის, ხო? ანუ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რა თქმა უნდა და აი ამ სამსახურებს შეუძლიათ რომ შეიმუშავონ გარკვეული ღონისძიებები, აქ უნდა იყვნენ სოციმუშაკებიც, ფსიქოლოგებიც, ასე შემდეგ და არ დაელოდონ, ასე ვთქვათ, ურემის გადაბრუნებას და იმოქმედონ. ეხლა ისიც უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, 1, 2 თუ 5 ადამიანი იმ უზარმაზარ საქმესაც ვერ გაწვდება. ანუ ესეც გასაგებია, ხო?